ჭიქის სამოძერწვის კიდევ ერთ გზას. ჩვენ დაგჭირდება 2-5 მმ-იანი ფიცარი, შუაში ვდებთ თიხას და ვიწყებთ გაფრთხილებას. ვაფრთხილებთ აუცილებლად ფიცრების მიმართულებით. როცა ვიგრძენით, რომ სრიალი ფიცრებზე დაგვეწყოთ, ჩერდებთ და ვიწყებთ ფორმის ამოჭრას. მე დავამზადე აი ასეთი ნიმუში. სპეციალურად იმისთვის, რომ ვიცოდე, რა ზომის ჭიქა გამოივა. აი ასეთი გამოვა. დავადებ ზემოდან და ამოვჭრი. ვაშორებ ზედმეტ ნაწილებს და ეხლა ნევნევა ვიღებთ. ვატრიალებთ გლუვი მხრით შიგნით და ვაკვირდებით. ბზარები თუ გაჩნდა, უბრალოდ წყლით ყველაფერს ვავსებთ, აი ასე. ნახეთ, შეერთების ადგილას ერთი მხარე მეორეზე პირდაპირ რო დავდოთ, ძალიან სქლად გამოვა, ამიტომ ცოტა უნდა მოვჭრათ ორივე მხრიდან. ვიღებთ დანას ვუკეთებთ ნაკაწრებს შეერთების ორივე ადგილას. ვუსმევთ შლიკერს და ვაერთიანებთ. გადმომაქ აი ასე თითებით თიხა, შიგნიდანაც იგივე. და ეხლა სველი ბარათის მეშვეობით აი ასე ვასწორებ ყველგან ყველაფერს გარედან. ეხლა ვიღებ თიხის პატარა ნაწილს, ვაბრტყალებთ აი ასე, სუწრილი გჭირდება და შიგნიდან შეერთების ადგილას ვამაგრებთ. კარგად უნდა მივაკრათ და თითებით გადავასწოროთ აი ასე. ნახეთ, აი ასე კარგად უნდა გადავასწოროთ ყველგან ყველაფერი, რომ არ ჩანდეს საერთოდ. შემდეგ გამოწურული სპონჟითაც უნდა გადავასწოროთ. ფორმას ვუსწორებთ და ჩვენი ჭიქა არის მზად. ახლა გავუკეთებთ ძირი. ისე ვიღებთ ფიცრებს, თიხას და ვაფრთხილებთ. ვიღებთ ჩვენ ჭიქას, ვდებთ ზემოდან და დაახლოებით 1 მმ-ზე მეტს ვჭრი. ეს თიხა კიდე დაგჭირდება. ვასწორებ ამ ზოლებს დასველებული ბარათით, აი ასე, ან სპონჟით. ვუკეთებთ ნაკაწრებს და ჭიქაზეც შლიკერი და ვაერთიანებ. ვასწორებ მრგვალი რომ გამოვიდეს და ეხლა ნახეთ, თითებით აი აქედან ამომაქვს თიხა. ვაერთიანებ. ისე ვასწორებ სპონჟით და ლაფად კი ცოტა მოვარტყათ, რომ ფორმა გამოვასწოროთ. ვიღებთ ისევ თიხის პატარა ნაწილს, ვაფრთხილებთ და შიგნით უნდა დავდოთ შეერთების ადგილას. აი ასე. და ამით გადავასწოროთ. ვიღებთ სპონჟს და ვასწორებთ ყველაფერს. ეხლა გავაკეთებთ სახელურს. ეხლა ამოვჭრით სახელურს. სახელური უნდა გქონდეს არანაკლებ 15 მმ-ის. ვასწორებთ წყლით. ნევნევა ვუნავთ. და მე მინდა, რომ აი სადღაც აქ დამაგრდეს. უკეთებთ ნაკაწრებს.
ვიღებ პატარ-პატარა ნაწილებს. და ესე ვასწორებ. საბოლოოდ ასეთი რამ უნდა გამოგვივიდეს. პრინციპში ჩვენი ჭიქა უკვე მზად არის, მაგრამ მე მინდა რომ კიდე ერთი რამ გასწავლოთ. გავუკეთებთ ამას ფაქტურას. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი ინსტრუმენტი. ვიღებთ ჭიქას, ოღონდ სულ ზემოდან არ უნდა დავიწყოთ, რადგან ჭიქა შეიძლება გარტყდეს. სადღაც 0.5 სანტიმეტრი უნდა დავტოვოთ ზემოდან. ვიწყებთ ასე უბრალოდ ზედა ნაწილის მოშორებას. მეგობრებო, ასეთი ჭიქა გამოგვივიდა საბოლოოდ და ეხლა უკვე შეგვიძლია რომ გასაშრობად გადავდოთ.